გამარჯობა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ვიდრე დავიწყებთ საუბარს, ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, შედი დაათვალიერეთ ჩვენი არხი, ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, საინტერესო სტუმარი საუბრობს. ეს მოწონება იმიტომ კი არ გვინდა ჩვენ რომ ბევრი ლაიკი გქონდეს ვიდეოს. არა, უბრალოდ ეს დაეხმარება ჩვენს აი ამ პატარ-პატარა ეპიზოდებს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა მოახერხოს ამ ყველაფრის ნახვა, ამ ყველაფრის გაგება, გააზრება და იმის აღქმა, რომ ქალაქის ცენტრში არსებობს ბედნიერი სახლი, სადაც ძალიან რთულ გზას გადიან მოზარდები, მათი მშობლები და ალბათ პირველ რიგში დედა-თინათინი, იმიტომ რომ აი ყველა ბავშვი აქ ასე დასდევს მას. ვერ მიხვდებით ის ნამდვილ დედას ეძახიან ბიოლოგიურს თუ დედა-თინათინს. ამ შემთხვევაში ძალიან სწორი სტუმარი ყავს, ასე ვიტყვი, თავად დედა ბენეფიციარის თავის დროზე, რომელიც დარჩა ახლა აქ მუშაობს და აკონტროლებს ფინანსებს. თამარ მახარაძე. მადლობა რომ ასეთი კარგი სტუმარი მოიყვანეთ. რაღაცა ვიდეო დავდე ცოტა ხნის წინ და ანგარიშის ნომრებიც მივაწერეთ და ერთმა მომხმარებელმა მომწერა, რომ მე ფონდში არ ჩავრიცხავ ფულს. ნუ ეთყობა მას ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ფონდთან მიმართებით და ამ შემთხვევაში ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად, რომ აქ ყველაფერი გამჭვირვალეა. დავიწყოთ თავიდან. როგორ დამეგობრდით ფონდთან და ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან დედა-თინათინთან? ესე იგი, ჩვენ მოგესალმებით პირველ რიგში, ხარია რომ აქ ვარ. ჩვენ ნიკოლოზის დიაგნოზი რომ გავიგეთ, ანუ ძალიან სასწრაფო ოპერაცია იყო შესაბამისად იმ მომენტში დედა-თინათინთან არ გქონია კონტაქტი, რომ გავიარეთ პირველი ორი ეტაპი, ეს იყო ოპერაცია და ქიმიები, შემდეგ დადგა საჭიროება, რომ სხივები გაგვეკეთებინა და დამჭირდა კონსულტაცია დამჭირდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამეკეთებინა, რა გამეკეთებინა და ასე აღმოჩნდი დედა-თინათინთან. ჩემ ნიკოლოზი სვანია და იქედან განსაკუთრებით კიდევ დიდი სიმპათიები ჰქონდა ისედაც და ნუ საჭიროებამაც მოიტანა. და აი ჩემი პირველი ეფექტი დედა-თინათინთან კომუნიკაციის იყო ის, რომ აი პირველივე სიტყვიდან მივხვდი, რომ ადამიანს ჩემი ესმოდა. ანუ მანამდე სულ მქონდა ისეთ შეგრძნება, რომ აი ვიღაცას ველაპარაკები აქეთ, ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა წინააღმდეგობა გადავლახეთ, მოგხსენებათ, ეს არ არის მარტო რაღაც. ანუ ოპერაცია გავაკეთე. ურთულესი გზა არის ეს, რომელიც ორივე თანაბრად გადიხართ ბავშვი მშობელი. დიახ, და სულ მიწევდა რაღაცის მტკიცება, სულ მიწევდა რაღაცის, ანუ არ ვიცი, ძალით გაგებინება ვიღაცისთვის და აი დედა-თინათინი იყო ის ადამიანი, რომელთანაც გასაუბრებისას აი შვება ვიგრძენი უბრალოდ, რომ არის ადამიანი, ვისაც აი დაელაპარაკები და რასაც ეუბნები ესმის და შესაბამისად ძალიან დიდ და სასარგებლო საქმეს აკეთებს და არ ვიცი, დღემდე ვარ ესეთი აღფრთოვანებული მისით. დედა-თინათინი იცი რა მინდა გითხოთ, ბევრი ადამიანი ნახა ალბათ ექიმი მანამდე, ვთქვათ ექთანი, ყველას ელაპარაკებოდა, რაღაცას განიცდიდა და ვერ უხსნიდა. როგორია ასეთი მშობლის მოსმენა და გაგება, თან როდესაც ერთი არ გყავთ ბევრი, სხვადასხვა ფსიქოტიპის, სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა განვითარების. როგორ ახერხებთ ამას, რომ პირველი მშობელზე ამერე დამოკიდებული ბავშვი როგორ გაივლის ემოციურად იმ გზას? როგორ ახერხებთ, რომ ყველა მშობლის არ ვიცი, აი ეს 100%-იანი გაგება გაქვთ? მეც კი მივესალმები ჩვენს მაყურებელს, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრა, იმიტომ რომ არა შენ ეს ჩვენი გადაცემა არ იქნებოდა და არ ვიცი მე ვფიქრობ, ვინც ერთხელ მაინცადმე ნახავს თვალს მოკრავს, მეერე ღმერთმა დაიფაროს, თუ რამე კითხვა ექნა, ან ესეთი მწარე რეალობის წინ დადგა, რომ მის ახლობელს ან ვიღაცას ეს პრობლემა აქვს, ვიცი რომ მეერე უკვე ძალიან კარგად ჩაუჯდება და ამაში შენ ძალიან გვეხმარები და ჩვენი მოტივაციაც ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და თუ მოიწონებენ ჩვენს გადაცემას, მეც ძალიან გამიხარდება და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ეხლა რომ კითხვას დავუბრუნდე, ჯერ ესეთი ჩემი გამოცდილება იყო ყველაზე მთავარი.
და როდესაც მანამდე არ ვამბობდი, ეხლა უკვე მართლა შემიძლია მკაფიოდ თქვა ყოველგვარი თავდაბლობის გარეშე და უბრალოდ ისეთი რეალური შეფასება გავაკეთო. ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ყველაზე კარგად. იმიტომ გამოსდის ბევრი რამე. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების გამოცდილება. და ყველაზე მძიმე და რთული ორი შედეგი შეიძლება დადგეს, ხო, ბავშვი ან მორჩება, ან მიდის უფალთან. ორი გზა არსებობს. და ჩვენ უფრო მწარე ხვედრი გვერგო და ესეც კი განვიცადე. მორჩენილი ბავშვებიც ეხა ნიკოლოზი რომ მორჩა და კარგად არის და უკვე დიდი ბიჭია, მე მაშინ მამა ანდრიასთან ერთად გავიმარჩვე. რა თქმა უნდა. და ესეც კი შევიგრძენი. ამიტომ გამოდის მე და ბერი ანდრიას ფონდს ყველაზე კარგად. რომ ვიცი ზუსტად, მე როდესაც კითხვებს ვსვამდი, შეიძლება ზუსტად ისე სწორად ვერ ვსვამდი, რომ გაეგო სხვას. რომ გაეგოთ რა და ეს მშობლები რომ ელაპარაკებიან, მე მათ ტყავში ვარ, ზუსტად ვიცი რას გულისხმობენ და ეგ ძალიან დამეხმარა. მე კიდევ ვიცი ადამიანებს რომ ვეცნობი, ხო? იმ ადამიანებს რომლებიც ცოტა უფრო მეტი იციან, მიადვილდება ურთიერთობა და რა თქმა უნდა, ყველასთან თავთავისი მიდგომები მაქვს აბსოლუტურად. კი, იმიტომ რომ ერთმა მშობელმა ესეთი რამ მითხრა, რომ ისე მომიყევიო რაო. აი გორაკებს ხო ხედავო? და ერთი ექიმისთვის უთქვამს, რომ პატარა და მაღალი, აი შენ ხარ ის მაღალი გორაკი, მე ძალიან დაბალიო, არ მისმისო და აი აქ ჩამოდი და ესე მომიყევიო. ექიმთან მიმართებაში მითხრა, რომ ეს უთხრა მას. ჩემთვის ეს ძალიან ისეთი იყო. მეც მივხვდი, რომ ესე უნდა ველაპარაკო. ვის როგორ ესმის იმ ენაზე. ზოგჯერ კუთხურ იმაზე გადავდივარ და ძალიან ხალისობ ამაზე, ხო სხვადასხვა კუთხეები და მშობლები და მათ ენაზე ვამბობ რაღაცებს და ძალიან ხალისობენ მე თვითონაც და სულ ცდილობ, რომ აი ეს მოუხსნა შიში, ნერვიულობა და რომ მათ იცოდნენ, რომ ჯერ ისინი არიან, რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელი და მე ვდგავარ მათ უკან. ყველაზე ისეთი, რომ მე ყველაფერს შევძლებ. ზოგ მშობელს კიდე გადამეტებული, გადაჭარბებული შეგრძნებები აქვს და ერთმა მითხრა კიდე კვლევებზე შენ რომ მოყვებიო, ყველაფერი ყოველთვის კარგად არის. ეს რომ მითხრა იმის მერე ახლა პასუხისგებლობა აი მე რო შევდივარ ვლოცულობა, აბა ღმერთო, მამა ანდრია, ყველას ვეხვეწები, რომ კარგი პასუხი იყოს და ხო, ძალიან რთულია რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გამართლება ყოველთვის ვერ გამოდის, მაგრამ ყველას ვეუბნები, რომ მე რამეზე ბუნებრივი ცოდნოდა ჯერ ჩემშვილთან გამოვიყენებდი. ან მართლა შემოგევლე და გენაცვალე ამ სიტყვებს, რომ პირდაპირი გაგების ის კონდეს, აი ახსრულება, ხო, აი ამ წინადადების ისიც მე უკვე შევენაცვლებოდი ჩემშვილს და ახლა დღეს აქ არ ვიქნებოდი. მაგრამ თავს არ ზავზოგავ, ეს იციან და ამიტომ ამ ყველაფერს ვასრულებ. ვიდრე გადავალთ სტომართან, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ხანდახან არის ობიექტური რეალობა, იცით რომ ამ პაციენტს თქვათ დიდი ხანი აღარ გამოუვა ჩვენთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ დიაგნოზი ან ჩიხშია შესული და გამორიცხულია მისი გამოჯანმრთელება. ამ შემთხვევაში როგორია ამ რეალობაზე მშობელთან ლაპარაკი და ახსნა, რომ აი მალე, იმიტომ რომ ხშირად იცით ხოლმე ხო კონკრეტული ვადები, რომ შენ შვილი გამოვაქვეყნდა, გარდაიცვლება. როგორია ამ თემაზე ლაპარაკი ყველაზე მეტად აღელვებულ მშობელთან და ბავშვთან თავისთავად. ანუ მეც ეხლა რომ გითხრათ რატომ გამოდის ეს ყველაფერი უკვე მეც ყოველ დღე ვცდილობ რომ ჩემი თავის კიდევ უკეთესი ვერსია გავხდე და გავამართლო ის მოლოდინები რაც აქვთ მშობლებს და ამაში თვითონ ისინი მეხმარებიან. ყველაფერს ყოველთვის ვაანალიზებ და ვფიქრობ. აი ესეთი თამართ ჩვენი ამიკოს მაგალითზე ვიტყვი, როდესაც ეს მომენტი დადგა, ძალიან მძიმედ იყო ბავშვი, დავაჯინე მშობლები, მაშინ ძველ სახლში ვიყავი და სვანური ფეჩი გვედგა და ამ სვანური ფეჩის გვერდში ძალიან ღელავდი, მეც სულ კანკალებდი, ამ ფეჩთან ახლოს დავჯექი მშობლები დავსვი და დავუწყე ახსნა და საუბარი, რომ ძალიან მძიმედ არის, იყო უკვე რეანიმაციაში და
აი ესე არის რა, ღვთისნება ასე ზოგზე ესეა, ზოგზე ისეა, ვეუბნები და ვცდილობ ეხლა ჩემს მაგალითზე, რომ აი ეს უნდა მიიღონ, სხვა გამოსავალი რაღაც ვხედავთ, რომ უკვე არ არის მედიცინის კუთხით, მაგრამ არასოდეს არ უწურავ. სასწაულები ხდება, ვეუბნები, არასოდეს არ უწურავ, რომ ჩვენ რა ვიცით არა, მე მყოლია სხვადასხვა მაგალითები ხდება ხოლმე სასწაულები. აი მაგალითად აი იმიტომ გავიხსენე ახლა ამიკოს ამბავი, რომ როდესაც ამაზე ვესაუბრებოდი მშობლებს და წამოდგა მამა და დედა ეჯდა ჩუმად ტიროდა და მამა წამოდგა და გამომხედა და მითხრა დედათინათი ხო იცი როგორ მიყვარხარ, მაგრამ შენი სიტყვა ჩემთვის აი ყველაფერია, მაგრამ აი ამიკო არ მოკვდებაო მითხრა იმ მომენტში ჯერ ორის შეგრძნება მქონდა, ჯერ ძალიან შემცვა, რომ ამ თემაზე ველაპარაკებოდი და დავადანაშაულე ჩემი თავი და მეორე იყო ის, რომ კი, აი ეს მობილიზაცია წამებში მოვახდინე და ვეუბნები გითქო, მართალი ხარ? ხო იცი, უფალი ყველაზე მთავარი ჩვენს გვერდში არის მეთქი და სასწაულების უნდა გჯეროდეს და მეც მჯერა. მე გეუბნები უბრალოდ ესე, რომ ცოტა რაღაც რეალობაზე არ მომეწყვიტა, იმიტომ რომ მქონდა მანამდე სხვა გამოცდილება, მოვწყვიტე რეალობას მშობელი, იმიტომ რომ მე ნანებოდა, მეწოდებოდა ამ ტკივილისთვის და ვეუბნები ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და იმდენად დავუმტკიცე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც არ სრულდა კარგად და ბავშვი მამა ანდრიასთან გადაინაცვლა და გარდაიცვალა. შემომხედა და ძალიან მკაცრად მითხრა. შენ ხო მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და დამანგრია ამ წინადადებამ და მაშინ ვიფიქრე რომ რეალობას არ უნდა მოვწყვიტო და ამას კარგად ვაბალანსებ. ვუთხარი რომ ნამდვილად ესე იქნება, ის ბავშვი გამოვიყვანე რეანიმაციიდან. ანუ იმ წუთისთვის გამოვიყვანე, გადავიყვანე სხვაგან. მერე კიდევ მივიყვანე, ჯერ გავიყვანე ქვეყნიდან, მერე ქვეყანაში დავაბრუნე ისევ და ისევ აქ გავაგრძელე შემდეგ კურნალობა და დღეს ამიკო სრულიად ჯამრთელი ცხოვრობს გერმანიაში, უბრალოდ სოციალური პრობლემების გამო წავიდნენ და დღეს იქ ცხოვრობენ და რა ვიცი, კვირაში 3-4 4-ჯერ მირეკავს ვიდეო თვალი და კარგად არის. ანუ აი ეს არის. მე აუცილებლად რა თქმა უნდა ვამზადებ შესაძლო ამ შედეგისთვის, უпростоროდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ვცდილობ რომ რეალობას არ მოწყვიტო და იმედი ყოველთვის გქონდეთ, იმიტომ რომ არის ეს, მე ამ ამბებს ვუყვები. მე მყოლია ბავშვები სამწუხაროდ როდის იქამდე მივდივართ რომ უკვე საუბრობ რომ მოვამზადო. მყოლია ბავშვები, როდესაც ზუსტად ვიცოდი ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო და პირველივე სტადიაში იყვნენ დაავადების და ცუდად დასრულდა ლეტალობით და ყოლია ბავშვები უმძიმეს მდგომარეობაში და გამოსულან და დღეს ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას. ანუ ვერ ვიტყვით რა ესე მხოლოდ ხისტად მედიცინის კუთხით არ ვდგები, მაგრამ მოსამზადებელ საუბრებს ყველასთან გავდივარ. ალბათ ეს არის ყველაზე დიდი მძიმე ჯვარი ჩემთვის, როდესაც სხვა ადამიანს ელაპარაკები ისეთ ტკივილზე, რომელიც ალბათ დაუსრულებელია. თამარ და ფინანსებს დაუბრუნდეთ. დავდე ვიდეო და ერთ-ერთმა მომხმარებელმა ძალიან ირონია ვიგრძენი დაწერილ წინადადებაში. მე ფონდში არ ვიწყავ თანხას. ცუდი გამოცდილება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ის ალბათ ბოდიში რო ჩაგიჭერი ფონდებს გულისხმობდა და ჩვენ არა. ცუდი გამოცდილება და არც არის აი ძალიან ვერც გავკითხავთ ისეთი რამეები ხო ხდება რომ ხო მე მესმის მისი. სამწუხაროდ არის ანუ ეხლა 21 საუკუნეში მით უმეტეს ამ სოციალურ ქსელის შემხედვარი, ან ძალიან ბევრი ითხოვს დახმარებას, ძალიან ბევრი ფონდია. მე ეს ფონდი მართლა ფონდია თუ არ არის ფონდი, ამის გარჩევა ძალიან რთული არის. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ანუ მე ვარ მშობელი, რომელიც ასე ვთქვათ, ერთი კუთხით თითქოს აი მეორე მხარეც ვარ, აი ჩვენი შვილების დაფინანსება რო ხდება და შემოდის აქ თანხა, ეს თანხა სად უნდა განიკარგოს, ამის საქმის ყურში ვარ თავიდან ბოლომდე შესაბამისად. ეს მე მგონი სანდოობისთვის ერთ-ერთი მყარი არგუმენტია. ამასთან ერთად მე მარტო არ ვარ და მეორე ფინანსისტიც გვყავს ფონდში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა თეთრი, ყველა თანხა რაც შემოდის, რაც გადის, ყველაფერი აბსოლუტურად მიზნობრივად
მიზნობრიობის დასაბუთებით და ასე შემდეგ ყველაფერი. ეჭვი არც გვეპარება ამაში უბრალოდ ხანდახან მაყურებლები მოდი ასე ვიტყვი რომ ხედავენ რომ აქ ფერადი კედელია რომ ხედავენ რომ ძალიან ლამაზი გარემოა რატომღაც პირდაპირ უჩნდებათ განცდა რომ იქ ბევრი ფულია კი ეს მეგობრებო მართლა ძვირი ღირს და ამ ყველაფერს მოპოვება ჭირდება ეს ყველაფერი არ ცვივა ასეციდან ამისთვის აგერ დედათინათინი მართლა ქალამნებს რომ ამოიცმევს და ადის ასე მთელ ქვეყანაში და მართლა თავისი შრომი და ოფლით აქვს მოპოვებული თითო კაპიკი, ხო ასეა? ნამდვილად ასეა და მინდა კიდევ დავამატო როგორც ფინანსისტმა, რომ ეს რაც აქ არის გაკეთებული, აი იმ შემოწირულობებით რომ გაკეთდა ეს, ანუ ეს ცალკე საოცრება არის, ანუ ესეთი მასშტაბის პროექტი რომ გააკეთო, არ არის საკმარისი ის ფინანსები ნამდვილად და დედათინათინის ხათრით იქნება თუ სახელით თუ ასე შემდეგ ძალიან ბევრი კომპანია ყოფილა ისე რომ საერთოდ ფული არ შემოსულა აქ და იცით თქვენ რომ ჩვენი ფონდის ოთახები არის კომპანიების სახელობის რომლებიც მათ თვითონ ანუ შემოვიდნენ და თვითონ გააკეთეს და აი ამ კუთხით რომ შევხედოთ ნამდვილად რთულია იმ ფინანსების იმით ამ ფინანსებით იმის გაკეთება რაც რეალურად აქ დახვდება იმ ადამიანს ვინც მოვა და ნახავს შესაბამისად ანუ ამდენი წელი ამ ფონდთან ერთად ვარ და ყოველ ჯერზე გაოცებული ვარ რომ როგორანაირად ან ფაქტიურად წარმოუდგენელია. დედათინათინამდე გავიცალი შალვა ამონაშვილი, რაც იმ ადამიანმა ამოატრიალა ჩემს ცხოვრებაში პოზიტიური აღზრდის ფუძემდებელი, რამბოლ 90 წელს გადააბიჯა და ბორბალი დადის. ხოდა ძალიან კარგი ტერიტორია აქვს ბუშეთში და ყოველ წელს იქ ემატება კიდე თითო კოტეჯი, სადაც მშობლები ჩადიან ბავშვები და იქ მიდის მოკლედ გამოჯანსაღება მენტალური და თვითონ ამბობდა სულ რომ ეს ყველაფერიო რასაც ხედავთ ამ ტერიტორიაზეო მეო ჩემი თუ ამაზე არ მიზრუნიაო. ეს აესე თავისით და რის ხარჯზე, როდესაც გულწრფელი ხარ და კარგ საქმეს ემსახურები, იქ ყოველთვის რაღაცა თავის არაფერი არ ხდება. მოდის და ესეც ეს შემთხვევაა, ხო? ნამდვილად ეს შემთხვევა არის, იმიტომ რომ ეხლა მე მხოლოდ აქ არ ვმუშაობ, რა თქმა უნდა, სხვა ბიზნესებთანაც მაქვს შეხება და არ ვიცი, ვისაც ოდნავი შეხება მაინც აქვს, ამ ხელა შენობის აშენება, ეს არ არის ის თანხები, რაც ანუ მართლა წარმოუდგენელი არის ამ მასშტაბის სახლის აშენება, ასეთი ადაპტირება და ან ყველა ნიუანსის გათვალისწინება იმ ბავშვებისთვის, ვისთვისაც არის ეს სახლი აშენებული და არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ანუ ჩემთვის აი წერან დავიწყე საუბარი, რომ აქ რომ მოვედი ჯერ დედათინათინის გაგება, რომ გაიგო ის რაც უთხარი, ეს იყო ჩემთვის ეფექტი და პლუს ამას გითხარით უკვე რომ ჩვენ ორი ეტაპი უკვე გავლილი გქონდა და მე ნიკოლოზის გარდა კიდევ ორი ბიჭი მყავდა მაშინ ახლა კიდევ მეტი მყავს. რა ბავშვი მყავს რასწორად. ანუ ისე ვიყავით რომ ფაქტიურად ნიკოლოზთან ერთად ვიყავი სულ და ეს ორი ბავშვი მყავდა სულ სხვაგან. იმიტომ რომ თუნდაც აი ვირუსების გამო ასე შემდეგ რაღაც პლუს ამას არც მეცალა ნიკოლოზისთვის მთელი დრო უნდა დამეთმოდა ენერგია და ყურადღება. ისე გამოდიოდა რომ ფაქტიურად წელიწად ნახევარი ჩვენი ოჯახი იყო აი რაღაცნაირად დაფანტული. ამ ფონდში მოსვლის შემდეგ აი არ ვიცი ისეთი ის ვიყავი ბედნიერი იმით რომ დანარჩენ ბავშვებთან ერთადაც შემეძლო რაღაც დრო გამეტარებინა ერთად მათთან ერთად სადღაც წავსულიყავით რაღაც სხვადასხვა აქტივობაში ჩართულიყავით კი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მე სხვაზეც წავედით ძალიან მალე და არაერთხელ და აი მერწმუნდეთ რომ როდესაც აი კურნალობის პროცესში ხარ ჩართული და მთელ შენს რესურსს ამაში დებ თუნდაც ფინანსურს თუნდაც მორალურს და ყველანაირს აღარ გაქვს იმის დრო რომ დანარჩენ ოჯახის წევრებს მიაქციო ყურადღება შესაბამისად აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ რა ვიცი კიდევ ესეც იმიტომ გავაკეთე რომ ერთ-ერთმა ბავშვმა სხვა ნიკოლოზის ძმამ არა ერთ-ერთი გიო მყავდა ბავშვი მისმა ძმამ თქვა რომ ყველაზე ძალიან უნდოდა რომ ქონოდა კინო
მისი ოცნება იყო რაღაც სულ ყურადღება რომ მიეცი. აი ეს რომ მომიყვა დედამ, მაშინ ვიფიქრე რომ აი რაღაცა უნდა გავაკეთო კიდე რომ ექსურვილი არ ქონდეთ ბავშვებს. ამიტომ დავიწყე ეს რომ დედმამიშვილების და ოჯახების გაერთიანება. ჯერ აქაც ხო ჩამოდიან და ნახულობენ დედმამიშვილები რომლებიც აქ ცხოვრობენ. ეხლა თამოს და ნიკოლოს არ სჭირდებოდა ჩვენი სახლი, იმიტომ რომ თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ ამ ჩვენ სახლში ეს გაერთიანება ხდებოდა ყველა ღონისძიებაზე. სხვადასხვა ჩვენ კიდევ ეხლა სხვა ახსენა და აუცილებლად ყოველ წელს ვასვენებთ ბავშვებს. ქალბატონი მადონაც იქნება ჩვენი სტუმარი ერთ-ერთი გადაცემის, იმიტომ რომ წლები ასე გვერდში გვიდგას და უსასყიდლოდ ამას აკეთებს და კიდევ მეუფე დიმიტრი თავის ბანაკში ორი შესაძლებლობა გვაქვს ესე რომ ვთქვათ ამ დასვენების და ვიყენებ რა თქმა უნდა და იქ ოჯახებს უშვებ ერთად. მარტო ნიკოლოზი და დედა არა. ნიკოლოზი, დედა და მთელი ოჯახი მიდის და ერთად კარგად დროს ატარებენ და ერთად ხალისობენ. აი ეს ბავშვი იყო, მე იმიტომ ვამბობ, რომ ამათან ახლო ურთიერთობა, საუბრები მაძლევს იმის შანსს, შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი და კარგი და კომპლექსურად მოვიცვა მთელი ოჯახი, ვსწავლობ ეკონომიურ მდგომარეობასაც, ვიცი ვის როგორ უჭირს, რანაირად და შემდეგ შეიძლება რაღაც დამატებითი დახმარებები გავუწიო. ხა მაგალითად თამუნას არ უჭირდა არასდროს და ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ყოველთვის აქვთ. ეხლა და ეგ არ იყო მათი პრობლემა, მაგრამ მე მყავდა ოჯახები, რომლებსაც აი წყალი გასდიოდა ფეხში, ბავშვი ავად იყო და ამის შესაძლებლობაც არ ჰქონდა. ამიტომ ჩვენ ამას თვითონ მერე ვაბალანსებთ და ორი ფინანსისტი ყავს, მიკო და თამარი და თამარი ჩემთვისაც ის არის რომ მშობელია, აი რა ვიცი, ყველაზე გამჭვირვალობის ამაზე მეტ სტანდარტს მე ვერ ვაჩვენებ ვერავის. დავიწყოთ იქიდან რომ თვითონ იცოდა ზუსტად რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი შვილისთვის ფინანსები და ყველაფერი და მადლობა მათ დღეს კარგად არის ნიკოლოზი და ხა მსგავსი ბავშვებისთვის შემოსულ თანხას რომ არაფრის გამო მე რომც უთხრა რომ ჯერ ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ხო ხდებით მე ამაზე მაღალ სტანდარტს ვერ ვაჩვენებ ვერავის, ამიტომ ყავს მშობელი ამ ფინანსებში და მეკო მადლობა ღმერთს ეხლა ამ კუთხით არ გამიცვნია და ის არ იყო, რა ვიცი, მისი შვილი გათხოვილიც არ იყო მეკო და ბავშვები არ ყავდა, ეხლა სამი, ხო, ეხლა სამი არაჩვეულებრივი შვილი ყავს, მაგრამ აი ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა მშობლებიც რომ მუშაობენ აქ, ძალიან მიხარი არა მარტო იმიტომ რომ სტანდარტი დავიჭირო, უხმოდესმით ამ ბავშვების და ზუსტად იციან, არ მჭირდება არაფრის ახსნა. ბავშვს შეხედავენ და იციან ზუსტად როგორ უნდა დაეხმარონ და რა უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ ის მშობელია, რომელმაც ეს ყველაფერი გაიარა და არ ვიცი, მე იმ ადამიანს დაუბრუნდები კიდევ რომ ჩვენი ბრალი მართლა არ არის, რომ უკვე ეგეთი შეხედულება აქვს და ძალიან ვდარდობ, ხო, მეც ბევრჯერ ხდება რაღაც ფონდებთან დაკავშირებით, მაგრამ მას აქ შესაძლებლობა მოვიდეს და გაგვიცნოს. აუცილებლად და ქართულია. ხო, და რა ვიცი, თუ არ უნდა რომ ფონდში ჩარიცხოს, კი ბატონო, მაშინ რაღაც ერთი ბავშვი აიღოს თავის თავზე ან რაღაც და დაგვეხმაროს, არანაირი პრობლემა. თუმცა ჩვენ არასოდეს ბავშვის სახელი თანხას არ ვითხოვთ, ხო, ეგეც არის. ერთადერთხელ გავაკეთეთ დიანაზე. მეტი არასოდეს, მაგრამ დიანაზე ძალიან გვიჭირდა და ამიტომ დიდი პასუხისგებლობა გქონდა აღებული. მესმის, ყველაფერი მესმის და ისიც შოქში მაგდებს რანაირ თანხებს იხდიან, უბრალოდ იმიტომ რომ აქ შუქი გქონდეთ ბავშვებს და გაზი. და არ შეიცვალა ხო ტარიფი ჯერ კიდევ? არ. არ შეიცვალა. ჯერ კიდევ როგორც კომპანია ისე ვიხდით ყველაფერს, მაგრამ შეხავაც გვიკეთებენ. ხო, 600 დოლარის ვაუჩერი გვაქვს, მადლობა GVP-ს, ანუ GVP-დან ესია დენზე ჩვეულებრივად. და თან კიდე მადლობა ღმერთს ჩვენთან ყველაფერი გადარიცხვებით არის. ხო, აი ყველაზე მთავარი ყველაფერი გამჭვირვალეა, თუ ეჭვგეპარებათ. სულ ვამბობ, რომ ამ სახლის კარი მუდმივად ღია, თქვენ შეგიძლიათ თავად მოგზანდეთ. დიღომში უბრალოდ რო იკითხოთ, ყველა მოგასწავლით, ძალიან ადვილი მოსაგნებია. და მართლა ძალიან ოჯახური და ისეთი ატმოსფეროა, როგორ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმედ არის აქ რამდენიმე ბავშვი ვთქვათ, ჩემს აქ ყოფნაში გარდაიცვალა ერთი გოგონაც, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ დედა თინათინმა ამ მშობლებმა ამ გარემომ სულ სხვა მხრიდან დამანახა სიკვდილი და სულ სხვა მზაობა გამიჩინა, რისი არ ვიცი, მაგრამ ამისთვის დიდი მადლობა თქვენ.
მოიწონეთ ეს ვიდეო, სხვა ვიდეოებიც მოიწონეთ, თუ გინდა გააზიარეთ კიდევაც, ეს დაეხმარება, რომ ეს ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს. მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით. ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი.